კვირვები ხართ, როგორ გამოიყურება განრისხებული ადამიანი. რა შეგრძნებები გიჩნდებათ ძლიერი შიშის დროს. გაგჩენიათ პირის სიმშრალის შეგრძნება გაკვეთილის პასუხისას. ყველა ამ ცვლილებას ჩვენს ორგანიზმში, რომელიც შიშსა და მრისხანებას ახლავს თან, თირკმელზე და ჯირკვლის ტვინოვანიშვილის ჰორმონი, ადრენალინი იწვევს. თუმცა ეს არაფერია იმასთან შედარებით, რასაც ექსტრემალური სპორტის მოყვარულები განიცდიან. საქართველოში ლუკა ერთ-ერთი პროფესიონალი ველომრბოლელია. ველოსპორტით 14 წლის წინ დაინტერესდა და დღემდე მას ემსახურება. ამბობს, რომ 40 წლამდე ამ სპორტით იქნება დაკავებული. წარმომადგენლები ვართ დაახლოებით ეს 5-6 კაცი, ვინც სერიოზულად ფიქრობთ, ანუ უკვე რაღაცა წინსვლები არის. ჩვენ ბავშვებს, ანუ პატარა მეგობრებს თქვათ, ვასწავლეთ რა როგორ უნდა ქნან ვეხმარებით რაღაცეებში და ნელ-ნელა ანუ წინ მივდივართ და უფრო და უფრო მრავლდებით. ჯერჯერობით ვართ 3-4 კაცი, ვინც ისე სერიოზულად ფიქრობთ. მე ვემზადები ახლა მსოფლიოსთვის, ასე ვთქვათ, ერთ თვეში მივდივარ ზუსტად. ეს მსოფლიო იმართება საფრანგეთში. 20-იანი ტური არის, სულ ჯამში მიწევს 8 ტურნირი. ამ 8 ტურნირში არის 1 მსოფლიო, 2 ევროპა და 5 საერთაშორისო. ამ სპორტს ადრენალინი კი მოაქვს იმ შემთხვევაში თუ არ იცი გზა და თუ ხარ რაღაც უცხო გზაზე, თქვათ, მე ვიყავი ბორჯომში და ბორჯომის ტრასებზე არასდროს არ ყოფილვარ და იქიდან დავეშვით ლომის მთიდან და იყო ყველაზე მაგარი ადრენალინი ის, რომ გზა არ იცი, მოდიხარ მინიმუმ 60-70 კმ/სთ და არ იცი წინ ახდება, ანუ შეიძლება ხევი იყოს, შეიძლება ხეს დაეჯახო, ან სადმე გადავარდე და ანუ სულ იმაზე ფიქრობ, რომ დაძაბული ხარ, რომ რამე თუ შეხვდა, მალე უნდა გაჩერდე, მალე მოასწრო ყველაფერს კეთება და ძირითადად ეგ არის მაგის წელი ადრენალინი, თორე ამ შემთხვევაში ხარ როგორც კუსლაზე კვატაობ და რაღაცა აქ უკვე როგორც სტილას ვიცი რომ დავდგე და ფეხსაცმელი ჩავიცვა, ისე ვარ აქაც რომ წამოვალ და იქ ისხვადებს და იქ ის გადასახდომი არის. ლუკა პროფესიონალია, მე არა. თუმცა რამდენიმე წუთით მეც ველომრბოლელი გავხდი. უკვე 8 წელია ეს ადამიანები მახლივის ხიდზე იკრიბებიან. მთავარი მიზეზი მხოლოდ ერთია: დაიკმაყოფილონ მოთხოვნილება, რომელსაც ექსტრემი ჰქვია. ჩვენი გადამღები ჯგუფი ერთ-ერთ ასეთ შეკრებას დაესწრო. ძალიან მაგარი იყო, იმიტომ რომ იმდენად დიდი ადრენალინს გამოყოფ, ყველაფერი გავიწყდება გარშემო აბსოლუტურად, ანუ არანაირი ნერვიულობა და არაფერი. ცოტა საშიშია, როცა გეხარ და გითვლიან სანამ გადახტებ. რომ მიფრინავს არც ვეღარ ფიქრობ და ძალიან მაგარია, ძალიან.
თავისუფალი ვარდნა. ეს იმ სპორტის სახეობაა, რომელიც საქართველოში რამდენიმე წელია აქტუალობას არ კარგავს. ექსტრემალ ადამიანებს, როგორც მარტო, ასევე წყვილთან ერთად შეგიძლიათ განიცადოთ ის სიამოვნება, რასაც ადრენალინი ჰქვია. ამაში დახმარებას უსაფრთხო ტექნიკური და პროფესიონალი ალპინისტებისგან შემდგარი ჯგუფი გაგიწევთ. სიამოვნება ძალიან დიდია, ჯერ ადამიანი არ ყოფილა, რო თქვა ამეთი რაღაც შოკში არ ჩავარდნილიყო რაღაც დიდი საქონლო რეაქცია, მაგრამ შეგიძლიათ გამოწვევით. არის თავისუფალი ვარდნა და ადამიანს ყოველთვის სასიამოვნო რამე იყო. თან სასიამოვნო მომენტებს გადაწყობს ნაბიჯი რა, ეს პირველი ნაბიჯი რომელიც უნდა გადადგა. ამ მოზღვავებული ენერგიის მქონე ადამიანების შემყურეს მეც გამიჩნდა სურვილი იგივე გამომეცადა. სიმაღლის შიშმა ოდნავ შემაყოვნა, თუმცა დიდმა სურვილმა და ინტერესმა გამბედაობა მომცა და მეც გადავხდი. თვლი რომ ეს სპორტი არის გიჟების სპორტი და ვისაც სურვილი გაგიჩნდებათ რომ მსგავს სიტუაციაში და მსგავს ექსტრემალურ სიტუაციაში აღმოჩნდეთ აუცილებლად მოდით და დაუკავშირდით ამ ადამიანებს და გამოსცადეთ ის ადრენალინი რომელიც მე გამოვცადე.